საქართველოდან ტრამპის ინაუგურაციას ესწრება მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით. ცერემონიას ესწრებიან კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. ვაშინგტონში იმყოფებიან ფედერალისტები თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერიაც, ასევე ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე. პოლიტიკოსებს გარდა ცერემონიას დაესწრება საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი. ჩვენ ქვეყნის შიგნით ამ პროტესტის გაგრძელებით და შეუქცევადობით ამ პროტესტის ვქმნით წინაპირობებს რეჟიმის მორხევისა პირველ ქვეყნის შიგნით და ჩვენი ყველა პარტნიორის და ყველასთვის სტრატეგიული ინტერესი აქვს დამატებითი არგუმენტისა, რომ გადაიდგას შემდგომი ნაბიჯები იმ რეჟიმის წინააღმდეგ, ვინც უპირისპირდება ქართულ ხალხს, ჩვენ თავისუფლებას, ჩვენ სახელმწიფოებრიობას და თავისუფალი სამყაროს ინტერესებს ჩვენ რეგიონში. ამ მიმდევრობით უნდა იყოს. ამიტომ მე არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ გარდა იმისა, რომ სწრაფ რაღაც შემდგომ ნაბიჯებს როცა ახალი ადმინისტრაცია ყალიბდება, არ შეიძლება რომ ველოდოთ. დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც საფრთხეს გვიქმნის ჩვენ და საფრთხეს უქმნის ამერიკის და თავისუფალი სამყაროს ინტერესებს ამ რეგიონში. ეს არის გზავნილი სიგიტანაც მოხერხდა ჩემი აზრით იმ რესურსით, რაც ამ შეხვედრებმა მოგცა ჩვენ ყველას და ეს არის მნიშვნელოვანი მომავალში ამ პროცესის გასაღრმავებლად და ამ ურთიერთობების გასამყარებლად. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ქართულმა ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება და დავაბრუნოთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ახალი არჩევნები, რომელიც საფუძველს დაუდებს ივანიშვილის რეჟიმისგან საქართველოს განთავისუფლებას. ქართული ოცნების მითი, რომ 20 იანვრის შემდგომ მათთვის რამე სასიკეთო შეიცვლებოდა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ალტერნატივა გარდა ახალი არჩევნების დანიშვნისა ამ თვითმარქვია რეჟიმს ვერ და არ დარჩება. ძალა ერთობაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ.